თვალი აელვარდა, ამოიდგა ენა და უთხრა სანთელს. ფისასო, ხომ ხედავ ჩვენი ბატონები შეწუხებულები არიან. მოდი ზღაპარი ვთქვათ და შევიქციოთ. რა ვთქვა? უთხრა სანთელმა. საღამოზე ამანთეს თავზე ცეცხლი მიგიდია, დილამდე დავდნები. მაშ კარგი, უთხრა თვალმა. მე გეტყვი, შენ მისმინე. თვალმა დაიწყო. ერთი მღვდელი, ერთი თერწი და ერთი დურგალი მიდიოდნენ. გზაზე ერთ ტყეში დაუღამდათ, დაანთეს ცეცხლი და დადგდნენ. როდესაც დასაძინებლად მოემზადნენ, თქვეს, მხეცებმა რომ არაფერი გვავნან, ვიყარაულოთო. წილი ჰყარეს, პირველად დარაჯობა დურგალს შეხვდა. როდესაც მღვდელსა და თერწს დაეძინათ, დურგალმა, რომ არ დასცინებოდა, ამოიღო თავისი იარაღები, გააკეთა ერთი მშვენიერი ხის ქალი და იქვე მიაყუდა ხეზე. როდესაც დურგალის დრო გავიდა, დარაჯობა თერწმა დაიწყო. მან ხეზე მიყუდებული ხის ქალი დაინახა, რომ არ დასცინებოდა, ამოიღო თავისი იარაღები, გაუკეთა მშვენიერი თმები და შეუკერა მშვენიერი ტანსაცმელი, დაამსგავსა დედოფალს. ახლა მღვდელს ერგო დარაჯობა. მღვდელმა ხეზე მიყუდებული ქალი დაინახა, იფიქრა, ეშმაკისგან თუ არისო და დაუძახა. ვინ ახარ, ეშმაკი თუ კაციო? ქალმა პასუხი არ გასცა. მღვდელი გულადი იყო, მივიდა, მოჰკიდა ხელი, ცეცხლში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ ხელში ხის ქალი შერჩა. მღვდელი მიხვდა, რომ ხისგან იყო გაკეთებული, ამოიღო ჯვარსახარება და დაიწყო ლოცვა. ილოცა დიდხანს და ქალი გააცოცხლა. ახლა აბა მითხარი ფისასო, ვის ეკუთვნის ის ქალი? კითხა თვალმა სანთელს. დურგალს, თერწს თუ მღვდელს? მე რა ვიცი, თავზე ცეცხლი მიგიდია, დილამდე გავთავდები და აღარ ვიგნები. უპასუხა სანთელმა. მე რა იმისი ჯავრი მაქვს? ამ დროს ვეღარ მოითმინა ქალმა. წამოიწია და გაჯავრებულმა უთხრა სანთელს. შეწყეულო, ისე იქცევი თითქოს ჩემგან არაფერი გესწავლოს. უთხარ რომ იმას ეკუთვნის, ვინც წინ შეუდგა საქმეს. დურგალს რომ არ დაეწყო, ან თერძი ვის რას ჩააცმევდა, ან მღვდელი ვის ჩაუდგამდა სულს. ეს ერთი, თქვა ვაჟმა.